დავის მომასწავლებელი არა მხოლოდ ეს არის, რასაც ახლა აკეთებენ, არამედ ყველაფერი ის, რასაც ბოლო წლების განმავლობაში აკეთებს ქართული ოცნება. დაწყებული, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის გაძარცვით. ისინი ლაპარაკობენ ძალიან დიდ ეკონომიკურ ზრდაზე, რომ თითქოს მთელ მსოფლიოს ჩვენი შურს და არიქა გვებრძვიან, იმიტომ რომ ასეთი ეკონომიკური განვითარება არავის არ აქვს და სინამდვილეში ხალხი ქვეყნიდან გარბის და სიღარიბეში იხრჯობა. მე ახლა დავბრუნდი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლებიდან და უნდა ნახოთ უბრალოდ რა პირობებში უწევთ ცხოვრება იმ ადამიანებს, რომლებიც აი საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ და არიან ნამდვილი დარაჯები და ნამდვილი მსვლელები, მეციხოვნეები ჩვენი საზღვრების. ხალხს არ აქვს 112-ზე დარეკვის შესაძლებლობა, შეშა არ აქვს, გზა არ აქვს და სასმელი წყალი არ აქვს. ეს ყველაფერი არის არავის ბრალი გარდა ქართული ოცნებისა. არც ოპოზიციის, არც ევროპის, არც გლობალური ომის პარტიის, რომელიც რაღაც თვითონ მოიგონეს და არც არავის. რაც შეეხება რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ჩვენ ვაკეთებთ თავისუფლების მოედანი იმას, რასაც თვლით რომ უნდა ვაკეთებდეთ, ვაძლიერებთ წინააღმდეგობას. წინააღმდეგობის გაძლიერება სჭირდება მეტი ხალხი პოლიტიკაში, არა მაინც და მაინც პოლიტიკურ პარტიებში, არამედ პოლიტიკურ პროცესში. ამას სჭირდება პოლიტიკოსების უფრო აქტიური, უფრო უშუალო და უფრო პირდაპირი საუბარი და ურთიერთობა ადამიანებთან, იმისათვის, რათა მომხრეები და მხარდამჭერები, რომლებიც უმრავლესობა ამ ქვეყანაში, საქართველოში სამართლიანობის, კეთილდღეობის და მართლაღირსეული ცხოვრებისა, ეს მომხრეები გავაერთიანოთ, უფრო უკეთესად ორგანიზებული გავხადოთ და უფრო მეტად ჩავაბად პოლიტიკურ ცხოვრებაში და სკეპტიკოსები უფრო მეტად დავარწმუნოთ იმაში, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკაში პრივილეგიების გამო კი არ მოდიან, არამედ მოდიან იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ და რაღაც გააკეთონ ამ ქვეყნისთვის. ამას ვაკეთებთ თავისუფლების მოედანი თებერვლიდან მოყოლებული, არ გავჩერებულ ვართ. ნახევარი საქართველოს შემოვიარეთ, ეს მაღალმთიანი სოფლები 100 კილომეტრზე მეტი ფეხით გავიარე და 35 სოფელში ვიყავი დაახლოებით. და დარწმუნებული ვარ, ალბათ ამ საუბრებში თქვენ საუბრებში მოქალაქეებთან მთავარი პრობლემები არა ის თემებია, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს ხოლმე, არამედ უფრო ეკონომიკური, სოციალური პრობლემები. როცა თქვენ მათ ესაუბრებით, ანუ რაში გამოიხატება წინააღმდეგობაში მათი, ასე ვთქვათ, მოზიდვა ან წინააღმდეგობის გაზრდა? არა მხოლოდ ამაზე საუბრობენ, ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ის მნიშვნელოვანი დიდი თემები, რომლებიც ძალიან ხშირად აი მედიაში განიხილება, ან თბილისის ცენტრში განიხილება, არ აღელვებს და არ აწუხებს ადამიანებს. ჩვენი მოქალაქეები არიან ძალიან კარგად ინფორმირებულები და ყველაზე განაპირა სოფელშიც კი არანაკლებ ინფორმირებული ადამიანი შეხვდებათ, არანაკლებ განათლებული მეტად თუ არა, ვიდრე იმ სხვა ადგილებში და სივრცეებში, რომლებშიც შეიძლება უფრო ხშირად ვიყოთ ხოლმე, ხო? რა აღელვება უსამართლობა ყველას აღელვებს. იმიტომ რომ უსამართლობა არ არის მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური ან სამართლებრივი მცნება, ხო? უსამართლობა არსებობს. უსამართლობაა, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი დინარეში იღუპება, იმიტომ რომ ვიღაცამ კორუფციის და უთავბოლობის და ქვეყნის ფეხებზე დაკიდების გამო ხიდი არ გადო დროზე, მაგალითად სოფელ ჯვარბოსლში, რომელიც გლოვობდა მთელი სოფელი, როდესაც მე იქ ვიყავი. უსამართლობაა, როდესაც დედას კინაღამ ჩააკვდა შვილი ხელში, იმიტომ რომ ზამთარში ექიმამდე მიყვანა, არდოტიდან შატილამდე თვითონ მოუწია ხელით. უსამართლობაა, როდესაც მე ვნახე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ავად იყო და ექიმთან ვერ მიდიოდა და ტელეფონიც ვერ გამოიყენა და 2 დღე გზის პირზე თუშეთში იყო, რომ იქნებ რომელიმე მანქანაში გამოევლო და მეეყვანა ექიმთან. უსამართლობაა, როცა ექიმი არ არის ახლომახლო, უსამართლობაა, როდესაც წყალი არ არის, მაგალითად სოფელში, რომელსაც სულ გარშემო მოზდის ანკარა წყაროები. ესენი უსამართლობაა, ამიტომ ამ უსამართლობაზე ყველა საუბრობს და ყველა მიცის. რაც შეეხება იმას, თუ მათი ჩართვა, მათი გააქტიურება რაში, აი ამაში. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ პოლიტიკოსებსა და ადამიანებს შორის, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები, უფრო უკეთესი ურთიერთგაგება უნდა შეიქმნას. და ეს ურთიერთგაგება, ეს ნდობა ვერ ჩამოყალიბდება ძვირადღირებული სასტუმროს ტერასებიდან ლაპარაკით, ხო? ამიტომაც არის, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, არა მხოლოდ თავისუფლების მოედნის, მინდა ვთქვა, დღეს წასულია ზუსტად ამაზე. მე არ მახსოვს ძალიან გულწრფელად. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, როცა თქვენ აი მაგალითებზე საუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც
სხვადასხვა პრობლემის წინაშე ყოფნა უწევთ უსამართლობის გამო, დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები ასევე აცნობიერებენ ამ პრობლემებსაც და ხედავენ საიდან მოდის ეს. ჩვენზე უკეთ, იმიტომ რომ ძალიან და აქ მუდმივად არის ხოლმე კითხვა რას თავაზობ ალტერნატიულს, რის გამოც მან შესაძლოა შენ დაგიჭიროს მხარი, მაგრამ ასევე არის თუ არა ასე მათთვის ცხადი თქვენ როგორ უპირისპირდებით, ანუ არა მხოლოდ იმას თავაზობთ თუ როგორ გამოასწორებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ იცით თუ არა როგორ შეებრძოლოთ სისტემას იმისთვის რომ თქვენ წარმატება გქონდეთ. ანუ არის თუ არა ამოხსნილი. მე არ ვსაუბრობ ახლა ოპოზიციაზე სრულად, თქვენს პარტიაში, ან თქვენ გაქვთ თუ არა ცოდნა როგორ შეიძლება დაუპირისპირდე ამ ხელისუფლებას. უპირველეს ყოვლისა მე კი არ უნდა დამიჭირო მხარი იმ პრობლემების მოგვარებას უნდა დაუჭირონ ადამიანებმა მხარი, რომელიც მათ აწუხებთ. აქ ლევანის მხარდაჭერაზე არ არის ლაპარაკი. ლევანიდან ისევ როგორც ნებისმიერი პოლიტიკოსი არის მხოლოდ მექანიზმი იმისათვის, რომ ადამიანებმა საკუთარი პრობლემები გადაჭრან და მოაგვარონ. მე არ ვიბრძვიარს თანამდებობისთვის და არც პრივილეგიისთვის აქ პოლიტიკაში, იმიტომ ვართ, რომ ეს პასუხისმგებლობა ვიგრძენით, რომ ჩვენი ცოდნა და ჩვენი გამოცდილება შევთავაზოთ საზოგადოებას, როგორც ბევრად უფრო უკეთესი ალტერნატივა, ვიდრე ეს არის დღევანდელი ფაქტი. შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს ხედვა ასევე ჰქონდეთ მომხიბვლელი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და შესაძლოა არა ლევან ცუცქირიძის, არამედ მისი პარტიის ხედვა ასევე იყოს მომხიბვლელი. მაგრამ მე გკითხეთ რა ცოდნა გაქვთ, როგორ შეიძლება ეს გაიტანო, ანუ ეს ხედვა გაიტანო, დაუპირისპირდე რა გზით დაუპირისპირდე ხელისუფლებას. ისი თქვენ ცოდნაზე მეკითხებით და მაშინ ამაზე გიპასუხებთ. მე 15 წლის განმავლობაში, როდესაც ჯერ კიდევ სამოქალაქო სექტორში მუშაობდი, აი ცოდნას რაც შეეხება, შესწავლილი მაქვს და პირადად ვიცნობ თითქმის ძალიან ბევრ ყველა წარმატებულ დემოკრატიულ ბრძოლას, მოძრაობას და მათ ლიდერებს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. არა მხოლოდ ჩვენ რეგიონში, სომხეთში, ანუ უკრაინაში, ან მოლდოვაში, არამედ სხვაგანაც. აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში და ყველგან სადაც კი გაუმარჯვია დემოკრატიულ მოძრაობას ავტორიტარიზმზე. ასევე ძალიან კარგად ვიცნობ წარუმატებელ პოლიტიკურ მცდელობებს დაემარცხებინათ ავტორიტარიზმი, ეს რაც შეეხება ცოდნას. თქვენ ალბათ ასევე სტრატეგიაზეც მეკითხებით, რომ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ პრინციპში ამას გულისხმობ შეიძლება ზუსტად. კი, უბრალოდ სხვანაირად თქვით და ასეც ვუპასუხე, მაგრამ რაც შეეხება გზას, ხომ, გზა გადის მოქალაქეების თანამონაწილეობაზე უპირველეს ყოვლისა. თანამონაწილეობა მაინც და მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ყოველდღიურად რაღაცა პოლიტიკურ პროცესში იყო და ამ შემდეგ. მაგრამ საკუთარი მოსაზრების თქმა, გაერთიანება, შეხვედრებში მონაწილეობა, ხმის ამაღლება, თანამებრძოლების შემოკრება, თანამოაზრეების შემოკრება, უსამართლობაზე თვალის არ დახუჭვა. ჩვენ იმიტომაც ვხვდებით ამ ადამიანებს, რომ უთხრათ, ჩვენ მათ გვერდით ვართ. და ახლა მივედით და ვლაპარაკობთ ამ ხალხთან არა იმიტომ, რომ მათი ხმები გვინდა მაინც და მაინც. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაინტერესებს, რითი ცხოვრობს, რა აინტერესებს და რა საზრუნავი აქვთ ადამიანებს. ისიც ჩვენთან ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ პოლიტიკოსები მხოლოდ კერძო გამორჩენის მიზნით მიდიან და რაღაც თავისი სათქმელი მიაქვთ ადამიანებთან და ასე არ ვიქცევით ჩვენ და ალბათ ასე უნდა მოიქცნენ სხვაებიც, რომ პოლიტიკოსი, რომელსაც მარტო თავისი სათქმელი აქვს, ის არ არის სანდო პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია არსებობს იმისა, რომ ადამიანების ხმები მოაგროვოს, ის გასაჭირი, ის საპტივარი მოაგროვოს, რაც ხალხს აქვს და ის გამოხატოს პოლიტიკურ გეგმაში, ის გამოხატოს პოლიტიკურ მიზანში, ის გამოხატოს პოლიტიკურ სტრატეგიაში. მოусმინოს ადამიანებს, არა მხოლოდ ჩავიდეს და რაღაც ამბიონიდან ლექციები ჩაატაროს. და ეს არ არის ზოგადი საუბარი, აი თქვენ ცოდნაზე რო პასუხობდით, იქიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ პირველი ნაბიჯი პოლიტიკურ ბრძოლაში წარმატებისთვის არის ნდობის აღდგენა, ნდობის შექმნა პოლიტიკოსებს და საზოგადოებას შორის და ჩვენ ეს გასაკეთებელი გვაქვს ბევრად უფრო მეტ ადამიანთან, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია და თავისუფლების მოედანი დაარსების დღიდან ასე ვართ. და იცით, აი მინდა ხაზი გაუსვა, რომ როგორც ჩანს, ახლა ეს დაინახა ძალიან ბევრმა. მე არ მახსოვს ბოლო პერიოდში ისეთი აქტიური
ჩართულობა ხალხისა და თქვათ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთობა შორის, როგორცაც ახლა ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული და რეპრესიული გარემოა, ხო, აი თქვათ, თავისუფლების მოედანის სულ გზაზე ვართ. თბილისში იქნება თუ თბილისი იქ. სხვა პარტიებიც ბევრი შემიძლია ჩამოთვალო ასევე მოძრაობები, სოციალ-დემოკრატები, მაგალითად, პოლიტპატიმრების მშობლები, დაიცავი ილიაუნი, ძალიან ბევრი ჯგუფი ძალიან აქტიურად, შეიძლება ვინმე გამომრჩა უკაცრავად, მათთან ძალიან აქტიურად აკეთებს იმას, რაც არის სწორი, იმიტომ რომ გამარჯვების პოლიტიკა ვერ შეიქმნება დახურულ კარებს მიღმა რაღაცა უნდა გენიალური იდეები დაიბადოს. გამარჯვების პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს პოლიტიკოსების და ხალხის ერთიანობას, მათ შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენას და ეს ხიდები ჩატეხილია ბევრი რამის გამო, წარსული შეცდომების, ობიექტური, სუბიექტური მიზეზების, პროპაგანდის, იმ პრობლემების გამო, რაც ოპოზიციურ მოძრაობებს აქვთ ხომ, დაპატიმრებები, დევნა, ფინანსური შევიწროება და ასე შემდეგ. ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავ და ასევე იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ბევრად არანაკლებ რთული გარემოა სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე რუსეთში ან ბელორუსში. ხომ აი ჩვენ საქართველოს რუსეთს გადავასწარეთ პოლიტპატიმრების რაოდენობით, მაგრამ საქართველოს მაინც არ გახდა არც რუსეთი და არც ბელორუსი. აქ მაინც თქვენს არსებობთ, მუშაობთ, კრიტიკულ სიტყვას აძლევთ ასპარეზს, იკვლევთ კორუფციას, ამჟღავნებთ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ეს არის ის პირველი და მნიშვნელოვანი და მე ვიტყოდი გადამწყვეტი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას და სწორედ ეს არის სტრატეგიაზე მეკითხებით, ცოდნაზე მეკითხებით. პირველიც და მეორეც ეს არის. ხალხი და პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ერთად, ეს ვერ მოხერხდება მხოლოდ რაღაცა ლამაზი ემეებიდან ლაპარაკით, ეს არის საჭირო, ამისათვის საჭირო არის პირდაპირი უშუალო ურთიერთობა და ნდობის შექმნა. აი როცა ანალიტიკოსები საუბრობენ ამაზე, ეს სწორედ ის არის, რასაც ისინი ითხოვენ ხოლმე ოპოზიციისგან, ხალხთან შეხვედრებს და ამ ნდობის აღდგენას, რაც შეიძლება იყოს დაზიანებული პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის. ამაზე არც წინააღმდეგობა მაქვს და არც კითხვა. უბრალოდ როცა ცოდნაზე ან სტრატეგიაზე გეკითხებით, მაშინ პირდაპირ გკითხავთ, თქვენ ესაუბრებით თუ არა მოქალაქეებს არჩევნებზე. და შეიძლება ძალიან უხეშად მოგეჩვენოთ ეს კითხვა, მაგრამ ეს არის თუ არა მათ შორის არჩევნებისთვის მზადების ნაწილი? მე უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა ის, რომ ყველა სამწუხაროდ, ჩემდა ძალიან სამწუხაროდ და მგონია, რომ ეს არის არასწორი პრაქტიკა და არასწორი დამოკიდებულება ადამიანებსა და პოლიტიკასთან ზოგადად. ყველა არის მიჩვეული იმას, რომ პოლიტიკოსები ადამიანებთან საუბარს იწყებენ წინა საარჩევნო მხოლოდ და ისე არ აინტერესებთ. ისე უბრალოდ არ ჩანან, ხო? ეს არის პირველი შეცდომა, რაც შეიძლება. გეტყვით, გიპასუხებთ, თავს კი არ ვარიდებ, რაც უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქ იმიტომ არ ავართ, რომ არჩევნები არის ახლა მაგიდაზე დევს ეს საკითხი და განვიხილავთ. პირდაპირ შემიძლია გიპასუხოთ, რომ აი როგორც გითხარით, 35 სოფელში ვიყავი და დასახლებულ ადგილას, ნუ მწყემსების ბანაბინებში ცალკე კიდე ბევრგან და მეუდგომელ ადგილებში, სადაც თუნდაც ერთი ოჯახი ცხოვრობს, ხო? ამ საკითხზე არ გვისაუბრია. საუბრობდით, მე მაინტერესებდა მათ რა პრობლემები აქვთ. და უამრავი ისეთი პრობლემა გავიგე, უამრავი ისეთი ამბავი შევიტყვე, რომელსაც უბრალოდ ვერ გავიგებდი სხვანაირად, აი ის რო არ გამევლო ის მანძილი, ის გზა მთაში თუ წვიმაში თუ სიცხეში, რომელმაც ამ ხალხამდე მიგვიყვანა და ესენი არ ჩანს არც სამწუხაროდ პუბლიკაციებში, არც ამ ანალიტიკურ რაღაცეებში, იმიტომ რომ ამას ძალიან პირდაპირი უშუალო და ნდობითი ურთიერთობა ჭირდება და ჩემ თავარი სალაპარაკო ეს იყო, მე მაინტერესებდა ამ ადამიანებს რა პრობლემები აქვს, რა ფეხით მოვიარეთ თითქმის პანკისი, თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი და ხევი. და ჩემ თავარი ამბავი იყო, რომ ეს გამეგო. ეს იყო მთავარი სალაპარაკო. ასევე მინდა გითხრათ, რომ არავისთან არ მომიწია საუბარი იმ აბსოლუტურ სისულელეზე, რომელსაც ასე ურცხვად გვტენის ქართული ოცნება თავისი პროპაგანდისტული არხებიდან. არავის არ უხსენებია გლობალური ომის პარტია. ხალხი, რომელსაც არ აქვს წყალი, არ არის ექიმი ახლოს, არ არის სკოლა, არ არის გზა, არ არის ინტერნეტი, არ არის მობილური კავშირი, არ არის შეშა ზამთარში, ხო? ეს ხალხი არ მელაპარაკება მე იმაზე, რომ ვიღაცამ კაცი უნდა ქალად გადააკეთოს და შევარდნენ ახლა სადღაც და ძალით დაათხოვონ ისინი, რა ქვია, ქართული ოცნების ლიდერებს რო ეშინიან ბრიფინგ. ამაზე საერთოდ ამ ადამიანებს იცით ძალიან ბევრს შრომობენ ქართველები. ეხლა ქართული ოცნების ტიპაჟი, ის ადამიანი, რომელსაც ქართული ოცნება წარმოგვიდგენს, არის სრული ანტიპოდი რეალურ ქართველთან.
ანუ ისინი გვიჩვენებენ ჩვენ ვიღაცას, რომელიც არის მედროვე, კორუმპირებული, ზარმაცი, არაშრომის მოყვარე, ასეთი ადამიანები მე არ შემხვედრიან. კი ბატონო. მეგობრის და ამიტომ ეს ადამიანები ბევრ შრომობენ, ძალიან ბევრ შრომობენ და დღის ბოლოს ისინი ფიქრობენ იმ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს და არა იმაზე, რაც ძალიან ხშირად არის ხოლმე. თქვენ ამბობთ, რომ არჩევნებზე არ საუბრობთ, არ მოგიწიათ საუბარი, იმიტომ რომ პრობლემებზე და მათ მოსმენას მიაქვს ეს დრო და ეს საუბარი მოკლედ, მაგრამ ბოლოს კითხავთ, ანუ საარჩევნოდ თქვენ ჩამოაყალიბეთ პოზიცია. მე მახსოვს, რომ თქვენს პარტიაში ასევე და თქვენ მათ შორის საუბრობდით, რომ როცა ეს საკითხი დადგება, პარტია გადაწყვეტს. თქვენ საითკენ იხრებით? მე იმისკენ ვიხრები, რომ როცა ეს საკითხი დადგება, მაშინ უნდა გადავწყვიტოთ. ახლა როგორ უნდა გადავწყვიტო, როცა ეს საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ხო? ამიტომ რა ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რაზეც ვიყავი და რაზეც უნდა იყოს ჩემი აზრით ყველა პოლიტიკური პარტია. კეთილი. მადლობა. მადლობა ლევან ცუცქირიძეს.